რეზო ბაქრაძისგან გაქცეულები დალი ყარაულაშვილს წლების შემდეგ ასეთ წერილებს უგზავნიან. დალი გამარჯობა, შეიძლება აღარ გახსოვარ თურქეთში გაგიცანი რეზო ბაქრაძის ჯგუფში. ჩვენ რეზოსგან წამოვედით. დალი მიხარია რომ გიპოვე, შენ არაფერ შუაში ხარ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე. ძნელია როცა მიხვდები რომ წარედ მოგატყუეს. რეზო გარყვნილი ადამიანია. რამდენიმე გოგო მისგან ბავშვი გააჩინა, ზოგსაც არ გაუჩნდა. ეტყობა რეზო ვიაგრას სვამს. მინდა რომ ხანდახან გავგლიჯო. მაქვს ეს შურისძიების გრძნობა და რა ვქნა დალი. ბევრი მაქვს მოსაყოლი, როცა გნახავ აუცილებლად მოგიყვები დეტალურად. რეზო ფულის ღორი იყო. რა სექტაა ვერ გაიგებ. მართლმადიდებლებს ლანძღავენ. თავისი ქრისტე ყავთ. ჩვენ მაკარონზე ვყავდით. თვითონ ხინკალს და ბაჟეს არ იკლებდა. თქვენ უნდა გახდეთო. ჩვენ რომ მისგან წამოვედით იძახდა უჩვენო დაერხევათო. მუხლის ჩოქვით მოვლენო. მოკლედ საზიზღრობაა. დალი როგორ ხარ? შენ მახსოვ ხარ შემართებული და მებრძოლი გოგო. მე მაგ ჯგუფს ჩამოვშორდი და აღარც მინდა მათზე გონება დავაკავო. საწერია ბიბლიაში მოძღვარს მრევლი ჩემზე ყოფილა გაგიჟებული, რომ წავიდა და ერთხელ აღარ შემეხმიანაო. უვარგისიაო ჩემზე უთქვამს. აბოლებდა და აბოლებს სასტავს. ასევე დალი ყარაულაშვილისგან შევიტყვეთ, რომ რეზო ბაქრაძე საკუთარმა ძმისშვილმაც მიატოვა. მისი თქმით, მან ვერ გაუძლო ბიძას, რომელიც სტუდენტებს საკუთარი ცხოვრებით აცხოვრებდა. 2014 წელს ის კანადაში გულის პრობლემებით გარდაიცვალა. სიუჟეტზე მუშაობისას ჩვენ მივედით სწორედ იმ სახლში, სადაც რეზო ბაქრაძე სტუდენტებს უნივერსიტეტის შემდეგ ლექციებს უკითხავდა. ამ შეხვედრებისთვის განკუთვნილი ადგილი სახლის სარდაფში, ბნელ ოთახში იყო. ახლა ამ სახლში რეზო ბაქრაძის ძმა, ზოდიკო ბაქრაძე დაგვდა, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მხოლოდ ის გითხრა, რომ ძმასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს და მის შესახებ არაფერი იცის. ეკითხო, ამანებო, იმიტომ რომ ჩემი უფლება სოილგობა ჩემი უფლება. შვილი დავკარგე უფროსი და მომიკვდა. შვილიშვილიც მომიკვდა, გადმოხვდა მე 7 საათამდე. უძლებთ რა, აი ამის რასაც ყვებით, ამებს უძლებთ ხოლმე. მივიწყებ რაღაცა, უცებ გამოჩნდა და ეხა კიდე ეხა უნდა ჩავერთო ამამ. თეოფილე მალაქიას აქვს საკუთარი YouTube გვერდი, სადაც სხვადასხვა თემაზე ქადაგებს. ყველას, ვინც შემოვიდა ახლა ვესალმები, ვინც ჩვენთან არის, საერთო განწყობით, საერთო ინტერესებით. ეს იქნება ინტერესი ჩვენი ინტელექტუალური გაფართოებისა, რწმენისა და ხვეწისა და ურთიერთმოსმენისა ამ საკითხში. თემაზე მუშაობის დროს ჩვენ მას Facebook-ის საშუალებით დავუკავშირდით. რეზო ბაქრაძეს ვუთხარით, რომ მის შესახებ სიუჟეტს ვამზადებდით და მისი ჩაწერა გვინდოდა. კანადიდან კი ასეთი პასუხი მოვიდა. გამარჯობა ქალბატონო თიკო. დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის. აუცილებლად ვიფიქრებ მაგაზე და თუ დადებითად გადავწყვიტე, თავად დაგიკავშირდებით. მოგვიანებით კიდევ ერთხელ მივწერეთ რეზო ბაქრაძეს და ვუთხარით, რომ მისი ყოფილი სტუდენტი დალი ყარაულაშვილი მას ახალ ბრალდებებს უყენებდა. ამჯერად თეოფილე მალაქიასგან პასუხი აღარ მიგვიყია. თული სათქმელია, ვინ არის თეოფილე მალაქია, ან რა ტიპის გავლენის მოხდენა შეუძლია მას ადამიანებზე. თუმცა ფაქტი ერთია. 3 ათეული წლის წინ მან 33 ახალგაზრდა საქართველოდან გაიყვანა და მას შემდეგ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას მშობლებთან კონტაქტი აღარ ჰქონია.